მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში დილიდანვე საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. წირვა-ლოცვა ჩატარდა ქუთაისში, პეტრე პავლობის ტაძარში. Pasesi ციარი, რომელიც ირკვირთავს კაცობრიობის მისნელს განკაცებულ მაცხოვრებას, იყოს და წმინდა სამებისას, ძერლისას, უფალი იესო ქრისტეს სახით. დიახ, ეცხადება მარიამს მიწითველ სახარებიდან, მთავარ ანგელოზი განპიერი, რომელიც აუწყებს, რომ იგი გახდება დედა ღვთისა. აგვირგვებული მარიამი გასცემს პასუხს, როგორ მე მამაკაცი არ ვიცი. სულიწმიდა ბოლა და ძალი მაღლისა პარვიდე შენ, უთხეულ ხარეულმა დედა და შორის და უთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, ამე თუ ვიშევ მაცხოვარი სულძა ჩვენთან. და ღვთისმშობლის სიტყვებია, უფლის ნება იყოს ნება ღვთისა. და იმ მომენტში ზუსტად ხდება ჩასახვა ღვთისმშობელი მარიამის წიაღში, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და 9 თვის შემდეგ იბადება კაცობრიობის მაცხოვარი. შევთხოვოთ მას, მისი კურთხეული კალთაგან გვაბაროს სრულიად საქართველოს, მის წილყვეთ საქართველოს, ღვთისმშობელმა მარიამმა და აგვიბაროს განსაცდელისაგან და მოგმართოს კეთილდღეობითი ცხოვრება. მრევლი ლოცვითა და მადლიერებით აღნიშნავს ამ დღეს, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ადამიანის ხსნის ისტორიის დასაწყისად მიიჩნევა. სასულიერო პირების განმარტებით, ხარება იმედის, სიხარულისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. მორწმუნეები ტრადიციულად ესწრებიან ლიტურგიას, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ქართულ მშვიდობას უსურვებდნენ და ერთად სიყვარულს და თავშეყრას უსურვებდნენ. გაერთიანებას თუ ერთმანეთის სიყვარულს უსურვებდნენ. აი ამას უსურვებ ქართულ ხალხს. ილია არ მოკვდება არასდროს ჩვენთვის მაგალითად მიესწრება. გილოცავთ დღევანდელ დღეს ხარების დღესასწაულს სამშვიდობელი იყოს ჩვენი ქვეყანა და დაწნარებული იყოს ეს ყოლა წმინდა ღვთისმშობლის წინააღმდეგ ქვეყანა. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ულოცავთ ეს საქართველოს და თქვენ ქუთაისს. ვისურვებთ რომ ყველანი ჯანმრთელად იყვნენ, ყველა ქართველი იყოს ჯანმრთელად, რომ შეგვეძლოს ტაძრებში მოსვლა, სიხარულისა რწმენის გამოხატვა და ყველაფერი კარგი გქონდეს მთელ ჩვენს ერს. მინდა მოგილოცოთ სიმშვიდეს უსურვებს სოფლიოს. ულოცავ ხარების დღესასწაულს. დამრავალს დაესწროს ჩვენი საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34,440 ლარი შეადგინა. ერთი სამართალდამღები პირის მიმართ საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონმდამღები მოქალაქე საბაჟო კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საერთო ჯამში 19,424 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს პარლამენტი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მიხედვით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა. აღნიშნული ცვლილებების მიღება გარკვეულწილად ადასტურებს იმას, რომ ესე იგი ამ რეგულაციას, ისევე როგორც მანამდე მიღებულ არაერთ რეგულაციას აქვს განჭვრეტადობის პრობლემა, ესენი არის საკმაოდ ბუნდოვანი და იძლევა მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საკმაოდ მაღალ რისკებს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ცვლილებების შედეგად ზუსტდება გარკვეული საკითხები, ეს მაინც დღის წესრიგიდან ვერ ხსნის იმ პრობლემას, რომ შესაძლებელი არის კანონი
კვლავ არაერთგვაროვნად იქნეს წაკითხული. და რა თქმა უნდა, როდესაც კანონი არ არის განჭვრეტადი, ის არის ბუნდოვანი და არაერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას იძლევა, აქ ჩნდება საკმაოდ მაღალი რისკები იმისა, რომ ეს რეგულაციები ადამიანების მიმართ შერჩევითად იქნეს გამოყენებული. რუსული კანონი, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს და არის შემზღუდავი კანონი და მასში ცვლილებების შეტანა, ეგრეთ წოდებული შემსუბუქება, ვერ დაგვავიწყებს, რომ ეს კანონი არის რუსული და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ არსებობას ჩვენს ქვეყანაში. ერთადერთი განცდა რჩება ის, რომ Deep State ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და მას არანაირი ცვლილების შეტანა არ შეუძლია საკუთარ დღის წესრიგში. ფაქტობრივად დიპლომატიური წარმომადგენლები და საელჩოები ვეღარ ფუნქციონირებდნენ. ისინი ვეღარ აკონკრეტავდნენ მომსახურებას, ისინი ვერ აწყობდნენ პანელურ შეხვედრებს, კონფერენციებს, თემატურ განხილვებს და ამის გამო მოუწევთ, იმიტომ ფაქტობრივად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეეზღუდა თავისი უფლებამოსილების განხორციელება საქართველოში. და ბიძინა ივანიშვილი მიხვდა და მე კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდება იმას მომავალში, რომ ამ კანონების გაუქმება მოუწევს. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ვინაიდან ეს კანონი არც საქართველოს სახელმწიფოს, არც ქართველი ხალხის ინტერესს არ ემსახურება. ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის ინტერესს, რომ შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა, შეზღუდოს და შეავიწროოს თავისუფალი ადამიანები და რეპრესიები კონდეს საზოგადოების ყველა ფენას. არ შეიძლება საკონსულო სამსახური დიპლომატ სამსახურის ნებისმიერი კონტრაქტი გრანტად ჩაითვალოს და ნუ ეს რაღაცა პარანოიული გადაწყვეტილება, რომელიც პირველ ვერსიაში იყო, ნუ ეს როგორც მინიმუმ ამას ასწორებ ახლა. თუმცა თვითშობრივად აცვლის ამ კანონის არსს და მის ესე ვთქვა რეპრესიულ მექანიზმს, უბრალოდ დიპლომატიური კორპუსი ამ კანონიდან გამოყავდა დიპლომატიური კორპუსი შეიძლება თავის თანამშრომლებს გადაუხადოს ხელფასი ისე რომ არ შეუთანხმოს მთავრობას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეალურად დიპლომატიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება, მაგრამ იმისათვის, რომ ბუნდოვანება არ არსებობდეს, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტება კეთდება. არჩილ გორდულაძის ცნობით, თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ასეთი თანხა საელჩოს საქმიანობისათვის უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა თუ საელჩო ამ თანხებს გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ეს გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას საელჩოს თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს თანხას თავისი მიზნების განსახორციელებლად, გვენის კონვენციის შესაბამისად საქმიანობისათვის, ეს იქნება მაგალითად რომ თანამშრომლები დაიქირაოს ან საჯარო პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა მოახდინოს, ამ ყველაფერს არც მოქმედი კანონის მიხედვით არ სჭირდებოდა მთავრობასთან შეთანხმება და არც ახალი ცვლილებების მიღების შემდეგ არ დასჭირდება. მაგალითად გვახსოვს, რომ როდესაც გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები ხორციელდებოდა, 1 წლის წინ კონკრეტული ქვეყნის საელჩო მესამე მოსმენით განხილვის დროს, იმავე დღეს, იმავე წუთს გრანტი გასცა ორ კონკრეტულ პირზე, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდროდ დაკავშირებული. პირდაპირ იყვნენ სიაში ისინი ნაციონალურ მოძრაობის საში. თუ ასეთი ქმედება იქნება განხორციელებული, ანუ საელჩო გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე თანხას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ, საზოგადოებას ზეგავლენის მოსახდენად, ეს ჩაითვლება გრანტად და ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას. მაგ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ის, რაც არის მათი მოვალეობა და ის, რაზეც არის გაცემული ზოგადად ხელისუფლების ნებართვა, როდესაც ხდება სიგელების გადაცემა, მათ ეს საქმიანობა აწარმოონ შეუზღუდავად. მაგალითად, თავიანთი ქვეყნის ესეთი ინფორმაციის თუ რაღაც ცნობიერების სასამაღლებელი კამპანიები აწარმოონ, ან თუნდაც დამოუკიდებლობის დღე ან სხვა ტიპის კულტურული დღეები აღნიშნონ, ამ საქმიანობის განხორციელებისთვის, რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ შესაბამისი შესაძლებლობები ამ ნაწილში. ამიტომ ეს ცვლილებები კაფიოდ კიდევ ერთხელ არაორაზროვნად უსვავს ხაზს, რომ მათ აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. დამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. დარახველიძის ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191-223 პრიმა
კოდექსმა 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრება წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ ყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს და გამოქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში ცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ქურდული სამყაროს სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად მტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191, 223 პრიმა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. დედაქალაქსა და რეგიონებში ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდები 12 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსროლი და ავტომატური ცეცხლსროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათვისოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსროლი და ავტომატური ცეცხლსროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს.